გამარჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები გამარჯობა რასაკეთებთ აქ ჩვენ ფილმს ვუყურებდით მაგრამ ვეღარ ვუყურებთ რატომ კინო დასასრულს მიუახლოვდა არა დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა ოი ჩემი საყვარელი კუდი კარგად ვუყურეთ ფილმს იცით რაკ შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით დიახ დიდი და ძალიან მძიმე და კიდევ საშინლად მოუქნელი მაბადიეთ არ მინდოდა ძალიან დიდი მძიმე და მოუქნელი ვარ ყველას ხელს გიშლით გამარჯობა ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ რა თქმა უნდა რა თქმა უნდა გვინდა ტრაკ რა იყო შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად არ მინდა ხელი შეგიშალოთ აჯობებს აქ მარტო დავრჩე ხელს არ შეგვიშლი მაგრამ თუ ფიქრობ რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს მაშინ დარჩი წავალ ტყეში გავისეირნებ იქ არავის არ შევუშლი ხელს სად მოვედი აქ არასდროს არ ყოფილ ვარ ეს რა არის ეს კედელი იმიტომ აღმართეს რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ ახლოდან უნდა ვნახო არაფერი არ ისმის კარგი კედელია ეს სუდია მაგრამ არ აუშავს ახლა მე აღარ წვეთავს ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ საოცარია არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა ეს ავარია ტურბოზავრებო წინ შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს შეხედეთ ალბათ სიბნელის ეშინია ეს კი ნახეთ ტრაკს გავს ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება მოდი დავურეკოთ კარგი იდეაა ტრაკ მიღება ყველაფერი გასაგებია ტრაკი შხაპს იღებს ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება კამერას ვრთავთ დამბაზე ავარია მოხდა კედელი თუ ვერ გაუძლებს წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს შეხედეთ იქ ტრაკის ფეხები დგას თვითონ სად არის
იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყონება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი. ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? შესანიშნავად გამოიყურები. არა, ეს ყვავილები არ მიხდება. რამე უფრო ნათელია საჭირო. რამე უფრო გემრიელი? ლამაზი. იციდო, ყვავილების უმრავლესობა უკვე დაჭკნა. აი, ასე ხდება ყოველთვის. დღე დიდია, რამეს აუცილებლად ვიპოვით. ზერ, თორ, ანკი, მოდი დოს ყვავილები მოუძებნოთ. მე ჯერ არ მისაუზმია, არც მისადილია და არც მივახშმია. თორ, საუზმის წინ გასეირნება ძალიან სასარგებლოა. შეხედე, რა ლამაზი ყვავილია. სათმენი ხარ? სასარგებლო გასეირნება უკვე გქონდა. ახლა საუზმის დროა. თორ, რა მოგივიდა? რელს ფეხი წამოუკარი. რომელ რელს რას ამბობ დღეში ვართ? რელსები რკინიგზაზეა. აქ საიდან დაინახე რკინიგზა? რკინიგზა არ დამინახავს. მაგრამ არის. რომელიმე კუნძ სამოკრავი ფეხს და რელსი გეკონებოდა. აქ მსგავსი არაფერია, მხოლოდ გამხმარი ფოთლები. ხომ გითხარი? ეს შეუძლებელია. თუ შესაძლებელია. წარმოუდგენელია. სენსაცია! ძველი სარკინიგზოლიან და გივიპოვეთ. და ორთქლმავალი. ნამდვილია? მასზე მგზავრობა შეიძლება? ოდესღაც შეიძლებოდა. ახლა ალბათ დაჟანგებულია. რა ლამაზია. კარგი იქნებოდა მისი შეკეთება. დო, ეს ალბათ შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია. ძრავის გათანამედროვება შეიძლება. მერე? მერე? რელსებს წრეზე დავდებ და საკუთარი ატრაქციონი გვექნება. წრიული რკინიგზა. ზერ, ის მხარე დაასკანერე და გეტყვის შემდეგ რა გავაკეთოთ. ერთი წუთით? ჩვენ დაგჭირდება შპალები, რელსები, სიმაფორი და ძრავი. პრინტერზე დავბეჭდოთ. ბულ, შენ მათ ადგილამდე მიიტან. თორი და ანკი წაქცეულ ხეებს გაიტანენ, რომ ხელი არ შეგვიშალონ. ტრაკი ძრავს დააყენებს, შემდეგ კი რელსებსა და შპალებს დადებს. მე კი მცენარეებს გადავრგავ, რომ არ დავაზიანოთ. ტურბოზავრებო, წინ! რკინიგზა მზად არის. ახლა მატარებელი უნდა მოვაწესრიგოთ.
აღსანიშნავად ვიმუშავეთ, ხვალ ჩვენი მატარებელი პირველ რეისს შეასრულებს. მე მანქანე ვინ იქნება? მე მანქანე, მე ვიქნები. ქუდი მჭირდება? ოღონდ მითხარით? რა გამოვქაჩო და რას დავაჭირო? ზერ, მე მანქანე რომ გახდე, ჯერ უნდა ისწავლო. აღიარეთ, ვინ სწავლობდა მე მანქანეობას? გილოცავთ, ჩვენი მატარებელი ვერ სადაც ვერ წავა. არ ინერვიულოთ, მატარებელი ზუსტი განრიგით გაემგზავრება. ხვალ თქვენ თვითონ ნახავთ ყველაფერს. ოდესღაც ასეთ ორთქლმავალზე ვიწყებდი მუშაობას მანქანის დამხმარეთ. რამდენი მოგონება მაქვს? კარგი, დროა გავემგზავროთ. წინ ჩემო დამხმარეო. ვიცოდი რომ სტეპან პეტროვიჩი ადრე მე მანქანით მუშაობდა. ჩემთვის მოუყოლი, ამბობდა რომ სამსახური ენატრება. ყველაფერი გადავიღე. მესამედ ვუყურებთ. რა ლამაზი ყვავილებია. ეს სტეპან პეტროვიჩმა თავის ბაღში მოიყვანა და მე მაჩუქა. ჩვენ კი ვიფიქრეთ რომ შენ ძალიან მოგიხდება. მესმის რატომ ხატავ მას? უბრალოდ ვარჯიშობ. ვხედავ, მაგრამ ხომ შეიძლება სხვანაირად ივარჯიშო? მაგალითად მე დამხატე. მე. დაიწყო. რა იყო? ჯერ ერთი ლამაზი ვარ, მეორეც ძალიან ლამაზი ვარ და მესამე ძალიან ლამაზი. შენ საქმე არ გაქვს? ზერ, შენ ხომ ცოტა ხნის წინ ახალი ლინზა დააყენე. ის გამოგეცადა. სწორედ მაგას ვაპირებდი. ძალიან კარგი, გაუშვი. კარგი, ვნახოთ. აბა რას ვხედავთ? კარგი. მე მგონი ეს ხე მალე წაიქცევა. რა ხდება? აქ საიდან გაჩნდი? არა. ახლა რა გიყოთ? ესე იგი ხე გადაიხარა და ბუდეს აფრთხეშია? და ბარტყები ბუდიდან ცვივიან. მე რომ არ ვყოფილიყავი, დაიღუპებოდნენ. ფიქრობ იმ ადგილას უნდა მივიდეთ და ვნახოთ რა ხდება. მე მგონი ხე მალე წაიქცევა. შეგვიძლია ხე გადავრგოთ. ვფიქრობ შესაძლებელია. შეწყვიტე. შენთვის ცუდი არ გვინდა. მე მგონი მისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება. შეწყვიტე. დაინახეთ? არ მოგცემ საშუალებას რომ რამე გავაკეთოთ. ესე იგი სადმე უნდა შევიტყუოთ და ჩავკეტოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. შეგვიძლია კატის სახლი გამოვართვათ სტეპან პეტროვიჩს. მართალი ხარ?
ჩიტი, როგორ ღელავს შვილების გამო? რა სიზამს? უნდა მოითმინოს. ახლა მალე გავაკეთებთ ყველაფერს და გამოგიშვებთ. ტურბოზავრებო, წინ! ჩემს მითითებებს მოусმინეთ. ზერ, ბარტყები ბუდიდან ამოიყვანე. თორ, მე და შენ ახალ ორმოს ამოვთხრით. მე და გავიწყდეთ. სულაც არა. შენ ბარტყების დედას ადევნე თვალი. ტრაკ, შენ ხეს დაიჭერ. ჩვენ კი ფესვებს ამოვთხრით. შემდეგ ხეს ანკის გადასცემ. წავიღებთ ახალ ადგილას და ორმოში ჩავარჯობთ. შეგიძლიათ გამოუშვათ. საშინლად ნერვიულობს საბრალო. ყველაფერი გავაკეთეთ. გამოუშვი ჩიტი. კარგი, წავიდეთ აქედან, რომ არ ინერვიულოს. მე მგონი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ზერმა ახალი ლინზა მოსინჯა და ბარტყები გადაარჩინა. ჩვენც ხომ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ ყველა მივიღეთ მონაწილეობა. მაგრამ კინაღამ დამკორტნეს. საფრთხეში აღმოჩნდი. რა გაცინებთ? სიმართლეს ვამბობ. თორ დაადასტურე. ჩიტმა თორსაც ბევრჯერ ჩაუნისკარტა. ძალიან ბევრჯერ. ციცინათელები. მეც მინდა ასე. არა, უკვე გვიანია. ცოტში უნდა გავიქცე. რა სწრაფად მოვედი. მიდი, გაიხსენი. არა, მედალიონი დავკარგე. მეგობრებო, შემომიშვით. რა ხდება? ანკი? იქნებ პეტიას ოთახში ჯობია. ხო, მაგრამ კარში ვერ გაეტევი. დიდი კარი ავაშენოთ. არა, ახლა უნდა დავიძინოთ. დილით მოვძებნოთ შენი მედალიონი. შეგიძლიათ ერთი ჭიქა წყალი მომიტანოთ. კაკუნზე არავინ არ მიპასუხა. აი, აქ წავიქეცი. სადღაც აქ უნდა იყოს. აი, სად ყოფილხარ? გეძებდით. სად იყავი მთელი ღამე? ღამე ჩვენთან გაატარა. მედალიონი დავკარგე. ბაზაზე მოჩვენებები არიან. არა, მოჩვენებები არ არიან. ვიღაცა მანკის მედალიონი იპოვა. მედალიონი დიდ მანძილზე არ მუშაობს. აი, ასე გამოსცემს ხმას. ასე არა. მაშინ აქვს ხმა, როცა ხესთან ახლოსაა. ეს რა გაქვთ? კიდათ გავცვალოთ. არა. ფედია, ბორა. და გავიწყდათ, რომ ბოსტანში დახმარებას დამპირდით. ო, მართალია დეიდა ნორა. გარეთ რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა, მაგრამ დამპირდით. კარგი იქნება თუ ხვალ ყველაფერი მზად იქნება მცენარეების დასარგავად. დღეს არ მინდა მუშაობა. არც მე არ მინდა. მაშინ თქვენთვის კარგი წინადადება გვაქვს, მაგრამ სამაგეროდ მედალიონი უნდა მოგცეთ. მიწა უნდა მოხდათ. გასაგებია, მეგობრებო? კი, გასაგებია. რა არის ამაზე ადვილი? ო, ძალიან ადვილია. თვითონაც იცით. ჩუმად ყველას გააღვიძებთ. კარგი, მაშინ დავიწყოთ. ჩუმად. ტურბოზავრებო წინ!
მეგობრებო, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ძალიან ლამაზია, თუმცა კარგად დავისვარეთ. რას აკეთებთ? ეს იმისთვის, რომ ფედიამ და ბორამ დანაპირები შეასრულონ. დარგვაც მოასწარეთ ჩემ მაგივრად? ნამდვილად დაიმსახურეთ ნაყინი. საფულეს მოვიტან. არის. აბა ბიჭებო, მაგვიცით მედალიონი. იქნებ ჩვენ დავიტოვოთ. დეიდა ნორამ არ იცის, რომ ეს თქვენ გააკეთეთ. გაიგებს. აი ამას თუ აჩვენებთ. ანკი, სხვა დროს ყურადღებით იყავი. ჩვენ თევს დავიჭერთ. ბებია კი წვნიანს მოამზადებს. პირადად მე ორთებს შევჭამ. ჰაჰა, ჯერ დაიჭირე. დავიჭერ. შენზე მეც მაინც დავიჭერ. ამასაც ვნახავთ. როგორ არ ცხენიათ? აქაურება დააბინძურეს და არ დაასუფთავეს. ძალიან ცუდია. მოდი სხვა ადგილი მოვძებნოთ. არა, ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მე და შენ უნდა დავასუფთავოთ გარემო. რა გარემო? აქ იმდენი ნაგავია, პარასკევამდე ვერ დავალაგებთ. ვიცი, ვინ დაგვეხმარება? გამარჯობა. როგორც ჩანს, სათევზაოდ იყავით, მაგრამ თევს ვერ ვხედავ. ჯერ ვერ ვითევზავეთ. იქ იმდენი ნაგავია, საშინელება. და გადავწყვიტეთ დავასუფთავოთ. მაგრამ დახმარება გვჭირდება. ეტლი, თქვენს განკარგულებაშია, წავიდეთ, დამხმარები მოვიყვანოთ. 32, 33, 34, 35. 35. ახლა შენი ჯერია ტრაკ. 1, 2, 42. მე გავიმარჯვე. კი, მაგრამ როგორ ითვლი ეს თაღლითობა? როგორც შემიძლია ისე ვითვლი. ორჯერ 2 რამდენი იქნება? სადღაც ასე 7. 8. ასეც ვიცოდი. ბოლ, ხედავ, განსწრახარ ვქოთ ყუებს. ყველას მოგესალმებით. თქვენი დახმარება გვჭირდება. ტბასთან მივედით იქ კი? რა საშინელება? მაგრამ ჩვენ ამას თავს გავართმევთ. ნაკავი იყოფა ბიოდეგრადირებად და არადეგრადირებად ნარჩენებად. ეს ბიოდეგრადირებადი ნაგავია. ეს კი არა. ერთი მეორისგან უნდა განცალკევდეს. ბიორა? ბიოდეგრადირებადი ნაგავი, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. ის უნდა შევაგროვოთ და დავმარხოთ. დანარჩენი კი სანაგვე კონტეინერში წავიღოთ. ტრაკ, შენ პლასტმასსა და შუშის ბოთლებს მიხედავ. ბულ, შენ დანარჩენ ნაგავს ერთ ადგილას მოაგროვებ. თორ, შენ ორმოს ამოთხრი, შემდეგ შენ და ანკი მიწას გაასწორებთ. ზერ, შენ სიმაღლიდან გაგვაკონტროლებ. და მე რას დამავალებთ? მე რა უნდა გავაკეთო? თორსა ანკი სიმადგილის გასწორებაში დაეხმარები, სადაც ნაგავს დავმარხავთ. თურბოზავრებო, წინ! მიდი! აი, მარცხნივ კიდევ ერთია.
ჩემი მიშვი გთხოვ, ჩემი პროტექტორი ლამაზ გვალს ტოვებს. ყველაფერი შევაგროვეთ. ახლა ბული ამ განს სანაგვე კონტეინერებთან მიიტანს და არ დაგავიწყდეს პლასტმასი და შუშა სხვადასხვა კონტეინერში უნდა ჩაყარო. ტრაკი სად არის? კარგად ვიმუშავე და ახლა თევზაობის დროა. ნავის გარეშე რა თევზაობა იქნება? ტრაკ, ნამდვილი გენიოსი ხარ. ამ საცურაო საშუალების ასაწყობად გამოვიყენე 1, 2, 5, 7, 20, 100, 500 ბოთლი. ახლა ვნახოთ ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერს. გამოწვევა მიღებულია. გუშინ კარგად ვიმუშავეთ. ახლა გარშემო სილამაზეა. ვინმემ რომ ისევ დაყაროს ნაგავი. არი ნერვიულად. საჰაერო მზვერავი ყურადღებით იქნება და სიგნალს გაგზავნის. მერე კი ტრაკი აი ასე მოიქცევა. მინდი ტრაკ. და პეტრომები თავის ნაგავთან ერთად აორთქლდებიან. მართალია. სწორია. ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია. კარგი ვნახოთ რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქვს? რა არჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბებია! ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე! გააჩერე! ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე. ჩახდით. კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ. ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია.
შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფო. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. ბარსიკ. კის. ისევ სადღაც გაიქცა სულელი. ნახამ დავეცი. საგანგებო შემთხვევა, კოშმარია, ტრაგედია. ზერ, შვიდად, თან მიმდევრობით მოგვიყევი ყველაფერი. მე მოვფრინავ, ის კი მოცურავს. ვინ მოცურავს? ტივი მozorავს მდინარეზე, ტივზე კი ბარსიკია. მდინარეს ზღვაში ჩაედინება, ზღვა კი ოკეანის უერთდება, იქ კი ზვიგენები ბინადრობენ. ბარსიკი საფრთხეშია. საფრთხეში? ზღვამდე ჯერ ძალიან შორსაა, მაგრამ ბარსიკი უნდა გადავარჩინოთ. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ, შეგიძლია მდინარის ფსკერზე გაიარო, ბარსიკს მიუახლოვდე და ნაპირზე გამოიყვანო. შემიძლია. არ შემიძლია, ღრმა არის. წყალი ამღვრეულია, არაფერი არ ჩანს. ზერ, იქნებ შენ გამოიყვანო ბარსიკი. ეს ადვილია. რამდენი რამ გამიკეთებია. მე მხოლოდ იმათი გადარჩენა შემიძლია, ვისაც უნდა რომ გადავარჩინო. ბარსიკს კი არ უნდა. უბრალოდ ბარსიკმა იფიქრა, რომ დიდი მტაცებელი ფრინველი ხარ. არძივი. რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ბარსიკს მართლა ზღვაში წაიღებს წყალი. ანკი, სცადე შენი ის არის გამოსწიო და კაუჭი ჩაუშვა ბარსიკთან. მას მოეჭიდება და ასე გამოიყვან ნაპირზე. არაფერი არ გამოდის. ჩემი ის არის მეტის მეტად მოკლეა.
იდეა მაქვს. დინარის დინებას ქვევით უნდა გავყვეთ და იქ საფეხმავლო ხიდი ავაშენოთ. მე და კატია ხიდზე დავდგებით და ბარსიკს გადავარჩენთ. მარსიკი გვიცნობს და არ შეეშინდება. ამოცანა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ, აქ მდინარე ვიწროვდება. კარგი ადგილია ხიდის ასაშენებლად. მართალი ხარ, ზერ? ახლა უნდა მოვიფიქროთ, რისგან ავაშენებთ ხიდს. შეხედეთ, რამდენიმე ხეა წაქცეული და ზეთკბილების კვალია. თახვებმა გადაღღნეს. შვენიერია, ხებისგან გავაკეთოთ ხიდი. ფიქრობ, თახვები არ გაგვინაწყენდებიან. დინარის ერთი ნაპირი უფრო მაღლა ვიდრე მეორე. იმისათვის, რომ ხიდი სწორად დაუდგათ, ეს ბორცვი უნდა მოუჭრათ. ბულ, ეს საშენო ამოცანაა. ორი მორისგან ხიდის ძირი გამოვა. მასზე განივ ფიცრებს დავდებთ. თორ ტრაკ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მოაჯირები უნდა გაუკეთთ ეს. ხიდზე მოაჯირის გარეშე სიარული სახიფათოა. თორ, რამდენიმე ნახრეთი გააკეთე აქ და აქ. მოაჯირს წვრილი ტოტებისგან გავაკეთებთ. ესეც ასე, ის გადაგვრჩენია ხიდი თავის ადგილას დავდგათ, ანკი? ბარსიკი უკვე ახლოსა. ვერ მოვასწრებთ. არაფერი გამოვა. ბარსიკი ზღვაში ამოყობს თავს. ზღვაში. ანკი, უნდა ვიჩქაროთ. ხიდი აიღე და თავის ადგილას დადე. ზერ, ხიდი უნდა მოატრიალოთ, მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. მაინც ვერ მოვასწრებთ. მოვასწრებთ. საბრალო, შეგეშინდა? შესანიშნავად იმუშავეთ, მეგობრებო. ეს ხიდი კი ხალხსაც გამოადგება, დიდი ხიდი ხომ ძალიან შორსაა. ზერი დღეს ნამდვილი გმირია. ბოლო მომენტში შეძლო ხიდის შემოbrunება. მე რა გავაკეთე? თახვები რომ არა? დღეს 3 გმირი ყავს, 2 თახვი და ზერი. ნამდვილი არწივია. ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიქეცით და გკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ой, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგარ ფარდულს ვშლი. ცოტა გადამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა. კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არ ინარვეულოთ, ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დავბრუნდებით და მივალაგებთ საღამომდე ბევრი დრო გვაქვს. საფოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის.
შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჭიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რისგან ავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგბერდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. თურბოზავრებო, წინ! რა კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. დო, არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. თურბოზავრებო, წინ! ტრაკ ცოტა ფრთხილად. ფრთხილად. შენ ხომ მეგობრისთვის აშენებ სახლს? ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ, რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გუგუ. 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 ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გუგუ. 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 საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია? ბურთი დაბერილია. ახლა შეგიძლია რამდენ ხანზეც მოგვინდება იმდენ ხანს ვითამაშოთ ფეხბურთი თუ რა თქმა უნდა, ტრაკმა ისევ არ დააბიჯა. იმ ღრუბლებს შეხედე პიტერ დიდად არ მომწონს. კარგი რა, წვიმამ შეგაშინა? რა თქმა უნდა არა. ბუმ! ბიჭებო, სიმართლე გითხრათ, ბავშვები ვით იქცევით? ეგ არაფერი. მალე პეტია და კატია მოვლენ და ვითამაშებთ. როგორც ჩანს სიწვიმებს. არ ინერვიულო, მალე გადაიღებს. ზერ, შეგიძლია აფრინდე და ნახო მალე გადაიღებს თუ არა. გაჩერდით! ახლა გაჩერდით! იქ ზევით! ზერ, რა დაგემართა? არა, ხო, ზევით ტორნადოა ტრიალებს და გზად ყველაფერს ანადგურებს. თანაც პირდაპირ აქეთ მოდის.
აკეთ. ლაბირინთი უნდა დავმალოთ, რომ ტორნადომ არ დააზიანოს. აუცილებლად, მაგრამ ჩვენი მეგობრები? მათ რა ელოდებათ? ნუ გეშინია, პეტიას და კატიას აუცილებლად ვიპოვით. დროულად გავაფრთხილებთ. პეტია, კატია, გესმით? უსაფრთხო ადგილას დაიმალეთ. ტორნადო გვიახლოვდება. ჩვენს თქვენთან მოვალთ. თქვენს ადგილს სამყოფელს ვნახავთ, ახლა კი იჩქარეთ. აქ არიან. სწრაფად ტორნადო მალე აქ იქნება. პეტია, ბები უნდა გავაფრთხილოთ. მისი მეზობლებიც. რა კარგია რომ შევხვდით. ტორნადო გვიახლოვდება. უსაფრთხო ადგილას უნდა დაიმალოთ, მაგალითად სარდაფში. წავიდეთ. რა საშინელი ქარიშხალია. ჩვეულებრივი ქარიშხალი არ არის, ბებია, ტორნადოა. წამოდი სარდაფში დავიმალოთ. იბოლიც მოვიყვან. კიტი, ახლა სადგაქრა ეს კატა. შენი აზრით უკვე სარდაფშია? მაშინ ჩვენც დავიმალოთ. კატა საფრთხეშია. უნდა დავეხმაროთ. ტურბოზავრებო, წინ! გამაგრდით. სახლი წესრიგშია, მაგრამ ბეღელი დავკარგეთ. ო, ამ არეულობის დალაგებას დიდი დრო დასჭირდება. არა მგონია, ხომ ასეა, ბულ. მართალია, თორ. მე და ანკი ყველაფერს უცებ გავაცუფთავებთ. თორ და დო. თქვენ მიწა მოასწორეთ. ტრაკ, შენ მასალები შეაგროვე და ბეღელი ააშენე. ზერ? მე შემიძლია ბეღლის აშენებაში დავეხმარო. ტრაქს მითითებებს მივცემ. გირჩევნია არც სადო. მაშინ არაფერს არ გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს დაღლილი ვარ. გადავარჩინე და კინაღამ ტორნადომ წამიღო. კარგი, შენ დაისვენე. ტურბოზავრებო, წინ! შეხედე. ტორნადომ ვერაფერი დაგვიშავა. ო, მგონი ასეა, მაგრამ დაბნეული ვარ. მახსოვს, რომ ჩვენი ბეღელი უფრო პატარა იყო. ჩემი აზრით ზუსტად ისეთივეა, ბებია. მე საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას. ოცდათოთხმეტი, 35, თქვენ საძებნელად მოვდივარ. პეტიას ხედავ? ბორიასაც. აი, პეტია თვითონ გამოჩნდა. ეს უსამართლობაა, რომ არ დამეცემინებინა ვერასდროს ვერ მიპოვიდი. 1 წლის შემდეგაც კი. კარგი რა, როცა მე ვეძებ, პირველ რიგში ხეებს ვუყურებ. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეზოში დასამალი ადგილი არ არის. აი, ტყეში ადვილად დავიმალებოდი. დეიდან ორა გვიგრძელავს ტყეში სიარულს, აქ გავაგრძელოთ თამაში. პეტია, ახლა შენი ხუჭები.
1 2 3 4 5 არ მესმის, სად წავიდა? იქნებ ტყეში წავიდა. გახსოვს, გითხრა რომ იქ ვერავინ ვერ იპოვის. მე ვიპოვი, თანაც ადვილად. ვარია, გინდა რომ მარტო მოძებნა? ის ჩემი ძმა, ამიტომ მე უნდა მოვძებნო. მიშალეთ და მეხმარეთ. ფედია? ვარია, მარტო არ უნდა გაგვეშვა, ახლა რა გავაკეთოთ? მე ვიცი, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. შესანიშნავი კადრია. თქვენი დახმარება გჭირდება, ჩვენს მეგობრებს ტყეში გზააებნათ. პანიკას ნუაყვებით? აუ! ზერი დასახმარებლად ვიფრინავს. არ ვიცოდი რომ ტყე ასეთი დიდია და ავიღალე. შია. ყველა შია და სყურია. საინტერესოა ოდესმე გვიპოვიან თუ არა. ვიპოვე, მაგრამ მათთან მისვლა ადვილი არ იქნება. ერთ მხარეს ჭაობია, მეორე მხარეს კი უფსკრული. უფსკრულზე გადავიდეთ. ვაუ, რამხელა უფსკრულია. ახლა რა გავაკეთოთ? შენ ამბობ რომ შეუძლებელი არაფერია. მაშინ როგორ გადავიდეთ? წაქცეულხეს ხედავ, მისგან ხიდს გავაკეთებ და მეორე მხარეს გადავალთ. ტურბოზავრებო წინ! თორ, მიწადადგებნა იმ ადგილას, სადაც ხიდს გავაკეთებთ. ანკი, შენ ხეს აიღებ და ტრაქს მისცემ. შენ კი ხე უფსკრულის მეორე მხარეს გადააგდე. ეს დილის ვარჯიშის ბრალია. ახლა როგორ გადავალთ? იდეა მაქვს. იქნებ სრულყოფილი ხიდი ავაშენოთ. აი ასეთი. ბევრად უკეთესი იქნება ხიდი ხიმინჯებზე. ხიდი ხიმინჯებზე. ფანტასტიკა. ზერი დედო, ხიდისთვის ხეები მოძებნეთ, ბულ, შენის ხეები აქ მოიტანეთ ორ. ახლა უფრო დიდი მოედანი დაგჭირდება. იქნებ ხიმინჯები მაგრად არ არის ჩარჭობილი. ახლავე გავამაგრებ. ფიცრები გჭირდება დასაფენად. ანკი, მორები ტრაქს გადაეცი. ის მათ ფიცრებად დაჭრის, შემდეგ ხიმინჯებზე დააწყობს. არ გააღვიძო. იდეა მაქვს, მაგრამ ამისათვის ყველგან მავალი დაგჭირდება. სად არიან ბიჭები? უკვე გვიანია. სად დაიკარგნენ? ჩემი ბიჭები არ არიან. არი ნერვიულად, ახუჭობანას ვთამაშობდით, დიდხანს ვეძებეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ, წამოდით. ფედია, ბორა, მიწაზე წოლა არ შეიძლება გაცივდებით. ჭაობი სად არის? საშიში ტყე სად არის? დაგესისმრათ, წამოდით. ღვეზელები მზად არის, მეგობრებით დაპატიჟეთ. მეგობრების გარეშე როგორ შეიძლება? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.